გოგონება მოგესალმებით. ესეც დაპირებული ვიდეო, რომელიც შეეხება ჩემს ახალ პროფესიას, რომელზეც უკვე პოსტი დავწერე და შევეცდები ავხსნა თუ ვის გამოადგება და რას მოუტანს ადამიანებს. ნახეთ, ყოველთვის ჩემს გვერდზე რასაც ნახავთ სიახლეს, ეს ყველაფერი იცოდეთ, რომ ჯერ გამოყენებული მაქვს მე თვითონ ვიყენებ ამ ყველაფერს და მე შემდეგ, როდესაც ხვდები, რომ ჩემთან მოსულ ადამიანს ეს დასჭირდება აუცილებლად, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიმატებ როგორც პროფესიად. თუ მე მივხვდი, რომ იმ რაღაცა კონკრეტული სარგებელი მე არ მომიტანა, მსგავს რაღაცას, რა თქმა უნდა, მე აღარ ვეკარები შემდგომ. ეს რაზეც მინდა რომ დღეს გესაუბროთ, ეს არის პროფესია, სანამ პროფესიად გადავაქცევდი იქამდე გზა, რამაც მე სოციალურ სივრცეში მომცა უკვე გაკვალული გზა და რას გულისხმობ, ნახეთ. როდესაც დავიწყე სწავლა, ჯერ კიდევ ტრანსფორმაციულ კოუჩზე, სადაც გავიარეთ უკვე ფსიქოლოგიური განხრით, სადაც გავიარეთ ენერგეტიკული განხრით კურსებიც და მივიღე ეს ცოდნა და მივიღე შესაბამისი სერტიფიკატები. მივხვდი, რომ ეს ცოდნა ჩემთვის გახდებოდა ისეთივე ქაღალდი, გამოუყენებელი, რომელსაც აი ესე ჩვეულებრივად კედელზე ჩამოვკიდევდი და ესე შევხედავდი ხოლმე და დავტკბებოდი. მაგრამ როგორც ესეთი პროფესიად დიდად ვერ გამოვიყენებდი, ან გამოვიყენებდი ძალიან ცოტა ადამიანებთან. ამიტომ გამოვიდა, რომ მე გზა და გზა ისეთი რაღაცის კეთება მეწევდა, რაც საერთოდ არ იყო ჩემი პროფესია, საერთოდ სხვა პროფესიებია, მაგრამ იმის გამო, რომ შენ გაქვს სამუშაო გვერდი, უკვე გიწევს ეს ყველაფერი იცოდე. და რა თქმა უნდა, მე რადგანაც მინდოდა, რომ ინტერნეტ სივრცეში განმეთავსებინა ჩემი პროფესია, ესე რომ თქვა და გამომეყენებინა, რის საშუალებასაც აი ძალიან კარგად იძლევა ჩვენი სოციალური სივრცე. და ამისთვის გამოვიდა, რომ მე საერთოდ მოხვდი სხვა სამყაროში, ანუ სხვა რაღაცების სწავლა დამჭირდა და ეს არ არის ის, რომ ერთ ადამიანთან მიხვედი და დაამთავრე, მეორესთან მიხვედი, დაამთავრე, მესამესთან მიხვედი, დაამთავრე. არა, ესე არ მოხდა. მოხვდი იქ, სადაც ერთი მთლიანი სისტემა აქვს დაყოფილი, დანაწილებული და ნაწილ მომიწია იმ ყველაფრის შესწავლა და შეკოწიწება, რაც მე მჭირდებოდა ჩემი გვერდის განვითარებისთვის. მაგრამ გამოვიდა ის, რომ მთავარი რაც მე მინდოდა, ეს არ იყო მარტო ის, რომ გადავიდე ონლაინ სივრცეში, ონლაინ ვიმუშაო და ოღონდაც ვიმუშაო და ფული მქონდეს. ჩემი მიზანი ეს არ არის. მე მინდა გადავიდე იმ სივრცეში, იმ კატეგორიის ადამიანებთან, ვისი ინტერესის სფეროც არის მსგავსი თემები. ანუ მე არ მჭირდება ჩემ გვერდზე გამომწერები, რომლებიც საერთოდ ვერ ხვდებიან მე რას ვწერ, რომლებიც არ ინტერესდებიან მსგავსი თემებით და რომლებისთვისაც ჩემი გვერდი შეიძლება იყოს რაღაცა გაუგებარი და არ სასურველი. გამოდის, რომ ადამიანებმა თუ შემთხვევით გამოიწერეს ჩემი გვერდი, ესეთი ადამიანები აუცილებლად გააუქმებენ გამოწერას. მაგრამ ჩემს გვერდს გამოიწერენ ის ადამიანები, რომლებიც ამ თემებთან არიან ახლოს. და აი ეს მომცა სწორედ აი ამ პერსონალური ბრენდის შექმნა. ნახეთ, მე ის ყველაფერი, რაც ესე შეკოწიწებულად ვისწავლე სხვაგან დაშლილად, ჩვენ მოუწესრიგებელი ჯგუფები და ბევრი თავსატეხი გავიარე, რისი ჩამოთვლაც რა თქმა უნდა არც მჭირდება და არც ვაპირებ, მაგრამ რა მინდა რომ გითხრათ, ნახე, ერთი მთლიანი ჯამური ცოდნა დამხვდა მე აი აქ ამ ადამიანთან, სადაც მე გადავწყვიტე, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე, რომ მე მჭირდებოდა სწორად გადასვლა ონლაინ სივრცეში და არა უბრალოდ გადასვლა. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ხო უფრო სხვა რაღაცები, ბევრად უფრო ძვირფასი, ვიდრე არის ჩვენი შემოსავალი. შემოსავალი კარგია, მაგრამ იმ რაღაცებთან ერთად არის კარგი და არა მათ გარეშე, ხო ესეა. ამიტომ რა მომცა მე პერსონალური ბრენდის შექმნამ, როგორც ჩემი გვერდისთვის.
და მხოლოდ შემდეგ დავიმატე პროფესიად, რადგან ჩემთან მოსულ ქალბატონებს აქვთ უამრავი პროფესიები, რომლის გამოყენებაც ონლაინ სივრცეში უბრალოდ არ იციან. რატომ? იმიტომ რომ ჩვენთვის ეს არის ჯერ სიახლე, ახალი. და როდესაც იგებ რაღაცა გაიგო, უფრო იხლართები, უფრო დიდი ინფორმაცია გაქვს. აი ნახეთ ჯამში რა გამოდის, გაქვს უამრავი ინფორმაცია, მაგრამ წერტილი არ გაქვს საიდან დაიწყო და მომდევნო დღეები რა გააკეთო. ანუ დაკარგული ხარ. და ნახეთ პერსონალური ბრენდის შექმნამ მე რა მომცა და რას მისცემს იმ ადამიანს, ვინც მოვა ჩემთან. დასაწყისში ავიღოთ ის, რომ მე მქონდა მხოლოდ და მხოლოდ ორი სახის შეთავაზება ადამიანისთვის, რომელიც ჩემთან მოვიდოდა. ეს იყო ჩემი ჯგუფური მუშაობა და მეორე იყო ონლაინ სესია. მხოლოდ ორი სახის სამუშაო პრინციპი მქონდა. აღმოჩნდა, რომ თურმე შემიძლია მქონდეს ხუთი და წინა ვიდეოში მე უკვე გავაჟღერეს ხუთი რა მიდგომებითაც მქონდა, თუმცა მომიწევს ამაზე რა თქმა უნდა კიდევ მომავალშიც ვისაუბრო, მაგრამ ეს შემდეგ იყოს. ხო, დღეს უკვე ჩემთან მოსულ ადამიანს ხდება ხუთი სახის მომსახურება. არა ორი, არამედ ხუთი და მე მგონი ძალიან დიდი სხვაობაა, ხო ესეა? არის ისეთი საქმე, რომელზეც შეგიძლია არა ერთჯერადად იწვალო და ყოველ დღე, არამედ ერთხელ გააკეთო და მომავალი რამოდენიმე წელი იყოს შენთვის ფინანსების შემომტანი. ესეც არის. ხო, ერთი ეს, ანუ ფინანსურად გამართული სისტემა გვხდება. მეორე ის, რომ უამრავი არჩევანი გაქვს ადამიანს შესთავაზო, არა ის, რომ რაღაცა ან ძვირადღირებული შესთავაზო, ან ძალიან დაბალფასიანი შესთავაზო, არა, შენ გაქვს ფასების არჩევანიც, შეთავაზებების არჩევანიც გიჩნდება. და ასევე ნახეთ, მე ჩემ თავზე ვსაუბრობ, თქვენს თავზე გადაიტანეთ. ხო, და მესამე კიდე რა მომცა, რაც იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. შენ სოციალურ სივრცეში ქმნი რეპუტაციას. ანუ არა ის, რომ ოღონდაც გადავიდე მე ონლაინ სივრცეში და ვიმუშაო და ყველანაირი ხერხით მე ეს გავაკეთო. არა. ყველანაირი ხერხი ჩემს გვერდს არ გამოადგება. ანუ წარმოიდგინეთ ახლა ჩემი გვერდით თუ მე წამსდგარიყავი თქვენს წინაშე რაღაცა აი წარმოუდგენელი აი ამ პროფესიასთან მიუღებელი რაღაცეებით და ეხლა მე თანდათან გადავსულიყავი რაღაცა საქმიან პროცესში. ეს არ გამოვიდოდა, ხო ესეა? დაგრჩებოდათ წარმოდგენა ის, რაც თავიდან მოგიტანეთ და მე უკვე გაგყვებოდათ ის წარმოდგენა, რაც თავიდან დაგიტოვეთ, ხო ესეა? ამიტომ მე მინდოდა მთლიანად რეპუტაციად შემექმნა და არა მხოლოდ ონლაინ სივრცე. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი სამუშაო გვერდი არ არის ყველასთვის, ვერ იქნება ყველასთვის. შემთხვევით გამომწერი ადამიანები გააუქმებენ, როგორც თქვი, და უკვე დაინტერესებულები გამომიწერენ. და რატომ? ადამიანებს, აი უამრავი ადამიანი, კარგი იქნებოდა ესეთი უკავშირები კომენტარებშიც იწერებოდეს, მაგრამ მესმის ზოგჯერ ადამიანები ვერ წერენ კომენტარებში და ესეც რაღაც მხრივ გასაგებია. და უფრო პირადში მწერენ ხოლმე ესეთ რაღაცებს, ანუ უკავშირებს, რომ რაღაცა დაეხმარა, ყოველდღიურობაში ეხმარება და მე ძალიან სიამოვნებს. ნახეთ, ყველა ჩემს გამომწერთან მე ვერ მექნება შეხება სამუშაო პრინციპით, მაგალითად, ანუ შეიძლება საერთოდ არასოდეს მე ამ ადამიანთან, ჩემ გამომწერთან და ჩემს აუდიტორიასთან, რაღაც ნაწილთან, არასოდეს მე არ გადავიკვეთო საქმეში, ანუ არც სესიაზე მოვიდეს, არც ჯგუფში მოვიდეს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ადამიანი მიხვდეს, რომ ჩემი გვერდიდან რაღაცა პატარა სარგებელი ნახა ის, რომ მის ყოველდღიურობაში დანერგა გამოიყენა და მისი ცხოვრება შეიცვალა. ესეც საკმარისია. ესეთი ადამიანი მე მჭირდება როგორც გამომწერი. რატო? იმიტომ რომ იმ ადამიანისთვის სარგებლობის მომტანი აღმოჩნდა ჩემი გვერდი და არა ის, რომ საერთოდ ვერ გაიგო რაზე ვსაუბრობ, ხო? ხო ესეა. და მოკლედ ესეთი რაღაც ყველანაირი წესრიგი, სისტემურობა
დღეს ვიცი რა უნდა გავაკეთო. აი ის თუ ადრე ვფიქრობდი ნეტა რა უნდა გავაკეთო, ნეტა როგორ უნდა, რა უნდა დავწერო, როგორ უნდა გადმოვცე, რა დავწერო ხოლმე ყოველ დღე, ეს როგორ მოვიგონო. დღეს მე არაფერს არ ვიგონებ, ყველაფერი მაქვს უკვე აქ, უბრალოდ გადმომაქვს ჩემს გვერდებზე. და ამას ვაკეთებ ძალიან ისეთ ფორმებში, სწორად ვაკეთებ. ესე რომ ვთქვათ, საქმესთან მიახლოებულად ვაკეთებ, საქმესთან ახლოს ვაკეთებ და გამოდის, რომ მე ონლაინ სივრცეში მჭირდებოდა ჩემი აუდიტორია და არა ყველა ადამიანი, მჭირდებოდა წესრიგი, მჭირდებოდა ისეთი ადამიანები, რომლებიც უბრალოდ კომენტარს წერენ და იციან სად წერენ, რა უნდა დაწერონ. ეხლა 1001 რაღაცა ცუდი შემთხვევები დაფიქსირდება, რა თქმა უნდა, ეხლა კომენტარებში, მაგრამ ეს არა უშავს, მთლიანობაში იქნება ის, რომ კომენტარების ავტორებიც კი იქნებიან ცოტა ისეთი, როგორ ვთქვა, შეგნებული ადამიანები, კაი, ამას ვიტყვი. ხო, და ეცოდინებათ კომენტარს, როდესაც წერს ადამიანი იმის უკან, რომ იმ გვერდის უკან, რომ არის პიროვნება, რომელიც კითხულობს ამ კომენტარებს და ესე არ არის, რომ აი დავწერე და არავინ არ წაიკითხა, ხო ესეა? ხო, მაგასაც თავი რომ დავანებოთ. ყველანაირად გამართული სისტემა მომიტანა, აი ესეთი ხელის გულზე დამიდო პერსონალური ბრენდის შექმნამ, როგორც პროფესიულად. და მე ვიცი უკვე რა უნდა გავაკეთო, აღარ ვარ დაკარგული, დაბნეული, ნეტა რა გავაკეთო, ნეტა როგორ გავაკეთო და ყველაზე მაგარიცით რა არის. არ არსებობს საქმე, რომელსაც ონლაინ ვერ გადმოიტანთ. არ არსებობს, უბრალოდ ჩვენ ჯერ არ ვიცით ონლაინ სივრცის გამოყენება. აი ბიზნესებიც კი, რომლებიც შესაძლებელია, რომ იყვნენ განმოსულები ონლაინ სივრცეში და ბევრად უფრო კარგი შემოსავლიანობა ჰქონდეთ, ამას არ აკეთებენ, არ აქვთ და ესე გადმოტანაც ესე მარტივი არ არის, ხო? და ეს პროფესიაც, რასაც დღეს მე ვეუფლები და რაც მე ჩემი თავისთვის გავაკეთე, ესე მარტივად მისაღები არ არის. ეს არის ძალიან იმ ადამიანებისთვის, ვისაც მართლა უნდა, რომ საქმე გააკეთოს. სხვანაირად, აი გეუბნებით, რომ ჩემი პროფესიები არის ჩვეულებრივი ლამაზი სერტიფიკატები, რომელსაც ჩამოვკიდებ კედელზე და მე დავტკბები იმისი ყურებით. სხვანაირად მე მასშტაბურობას ვერ მივცემ ჩემს საქმეს, ესე რომ ვთქვათ. ხო, მასშტაბზე ვერ გავალ. და პლუს კიდე რას იძლევა ეს პერსონალური ბრენდი, ნახეთ, არა მარტო დღევანდელი სამუშაო სტრატეგია, შენ არამედ მომავალი 10 წლის სტრატეგიაც კი გაქვს გაწერილი, რომელსაც რაც მალე გააკეთებ, შენთვის უკეთესია თუ არა და იცი რომ ამას გააკეთებ. ხო, აი ესეთი დალაგებული გეგმა, სადაც აღარ გჭირდება გვერდზე ნერვიულობა, რა დაწერო, როგორ დაწერო, როგორ გაყიდო, მე უკვე საერთოდ თავისი დაიწყებს გაყიდვას რაღაცები, საერთოდ თავისით. ხო, და მით უმეტეს ახლა, როდესაც მე დავიწყე, საერთოდ არც კი ვიცოდი როგორ უნდა დამეწყო და მაინც მოვახერხე და მაინც ვიმუშავე და ეხლა, როდესაც ამდენი რაღაც გავაკეთე, მით უმეტეს ძალიან კარგად უნდა ვიმუშაო, ხო ესეა? უბრალოდ ცოტა დროის დეფიციტი მაქვს, იმიტომ რომ ეხლა მაგალითად ამას როდესაც გავთიშავ, მინდა რომ ჩავწერო ეს ვიდეო და შევიდეს 3 საათიანი ჩართვა მაქვს, სადაც იქ უნდა გავაგრძელო მოსმენა და მაქვს მე ძალიან დიდი დროის დეფიციტი.